საღამო მშვიდობისა, ეს არის ქრონიკა 20 საათზე. წითელი ხალიჩა და ჰოლივუდის ვარსკვლავები რუსთავაზე შერონ სტოუნს, ენდი გარსიას, რენი ჰარლინს, რიჩარდ კოილის, 딘 კეინის, ჯონათან სეკის და კენენ კენენს კინორუსთაველთან ოვაციებით შეხვდნენ. საღამოს კაბებში და ფრაკებსა და სმოკინგებში გამოწყობილი ჰოლივუდური ბომონდი ქუჩაში ასობით ადამიანი ეგებებოდა. საზოგადოებას გული არც მსოფლიო ვარსკვლავებმა დაწყვიტეს და ჯერ მათ მიესალმენ, შემდეგ კი ვიდეო და ფოტოკამერებთან იპოზიორეს. თამთა სანიკიძე მუშაობს რუსთაველის გამზირზე. თამთა, როგორი განწყობა გაქვს შენ რამდენად ემოციური საღამოა რუსთაველზე? განწყობა რა თქმა უნდა არის კარგი, იმიტომ რომ ჩემგან დაახლოებით 5 მეტრში იდგნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, ადამიანები, რომელთა ნახვაზეც ძალიან ბევრი ოცნებობს. თამარ, ახლა მიმდინარეობს კინორუსთაველში საპრემიერო ჩვენება, დაახლოებით ალბათ 40-50 წუთში დასრულდება პრემიერა, რადგან ფილმის ხანგრძლივობა არის 1 საათი და 50 წუთი, თუმცა სანამ ჰოლივუდის ვარსკვლავები გადაინაცვლებდნენ კინორუსთაველის ფოიეში და შემდეგ უკვე მეორე სართულზე განთავსებულ დარბაზში, ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა იყო სწორედ აქ რუსთაველის გამზირზე, ანუ იმ ადგილზე, სადაც მე ვდგავარ. ანუ ჯერ თავიდან მანქანების ესკორტით მოვიდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები. პირველი, ვინც რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა, იყო 딘 კეინი, ფილმის აგვისტოს 5 დღის ერთ-ერთი მონაწილე. მას მოყვნენ უკვე ჯონათან შექი, რომელიც ქართველი კაპიტნის რევაზ ავალიანის როლს ასრულებს აგვისტოს 5 დღეში. მას მოყვა უკვე რუსთაველის გამზირზე კენეს კრენემი და შემდეგ უკვე გამოჩნდა ენდი გარსია, რომელიც ცალკე მოიყვანა მანქანამ და ბოლოს უკვე გამოჩნდნენ რენი ჰარლინი, რომელიც მეგობარ ქალთან ერთად არის ჩამოსული საქართველოში და ბოლოს მოვიდა შერონ სტოუნი. ის გამოწყობილი იყო შავ ულამაზეს კაბაში, რომელიც გაწყობილი იყო ძვირფასი ქვებითა და თვლებით და ძირითადად ბეწვეულით იყო გაფორმებული და ფეხზე ივ სენ ლორენის ფეხსაცმელი ეცვა. ამის შემდეგ უკვე ჰოლივუდის ვარსკვლავები რამდენიმე წამით შეჩერდნენ რუსთაველის გამზირზე, ანუ სანამ ისინი წითელ ხალიჩაზე ავიდოდნენ, მიესალმნენ აქ შეკრებილ ადამიანებს. მოსახლეობამ წინასწარ რამდენიმე საათით ადრე მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლისა და პარლამენტის წინ დაიკავა ადგილი იმისათვის, რომ პირადად ენახათ ჰოლივუდის ვარსკვლავები. მათ ჰქონდათ საშუალება, რომ მისალმებოდნენ დღეს და ყველაზე ემოციური იყო ბუნებრივია რენი ჰარლინი, ფილმის შემქმნელი, რომელსაც ისედაც ემოციური ხასიათი აქვს. ის მიესალმა მათ და რამდენიმე სიტყვაც უთხრა, ანუ თქვა, რომ ფინეთის შემდეგ, ანუ საკუთარი სამშობლოს შემდეგ, საქართველო არის მისი უკვე მეორე სამშობლო, რადგან ის ბედნიერი არის, რომ აქვს ძალიან დიდი პატივი და შესაძლებლობა, რომ სწორედ აქ ამ ქვეყანაზე გადაეღო ფილმი აგვისტოს 5 დღე. ამის შემდეგ უკვე რენი ჰარლინმა ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად გადაინაცვლა წითელ ხალიჩაზე. ისინი ერთად იყვნენ წითელ ხალიჩაზე, პოზირებდნენ ტელე და ფოტო რეპორტერების წინაშე და ერთმანეთს უზიარებდნენ იმ პირველ შთაბეჭდილებებს, რომლებიც ქართულ საპრემიერო ჩვენებას უკავშირდება. არც ჟურნალისტებს არ დაწყვიტეს გული, რენი ჰარლინმა რამდენიმე ფრაზაც წარმოთქვა და თქვა, რომ არის ბედნიერი, რომ იმყოფება საქართველოში, იმიტომ რომ დღევანდელი დღე მის ბიოგრაფიაში და მის კარიერაში დატოვებს წარუშლელ კვალს. ამის შემდეგ უკვე სტუმრებმა დადგაიარეს წითელ ხალიჩაზე და შემდეგ შეჩერდნენ კინოთეატრ რუსთაველის შესასვლელთან მარჯვნივ განთავსებულ სპეციალურ ბანერთან, სადაც თითოეულმა მათგანმა გადაიღო ფოტოები. არც შერონ სტოუნს ამ შემთხვევაში არც შერონ სტოუნს არ უთქვამს უარი ფოტორეპორტერებისათვის და მანაც იპოზიორა, რამდენიმე ფოტო გადაიღო, ანუ კადრები, რომლებიც უკვე შემდეგ ამ აგვისტოს 5 დღის საპრემიერო ჩვენების არქივში, ფოტო არქივში შეინახება. სანამ ისინი შევიდოდნენ კინოთეატრის შესასვლელში, გაიმართა უკვე ფოტოსესია, ყველა მათგანს ჰქონდა საშუალება, რომ პირადად ენახა და პირადად გასაუბრებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავებს, ადამიანებს, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ საკუთარი სურვილით იმისათვის, რომ ქართულ საპრემიერო ჩვენებას დასწრებოდნენ. მათ აქ რუსთაველის გამზირზე მოსახლეობასთან ერთად ელოდებოდა აგრეთვე უამრავი მოწვეული სტუმარი, მათ შორის იყვნენ აგრეთვე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდათ დღევანდელ საპრემიერო ჩვენებასთან და სტუმრების გამოჩენასთან. ჩვენ ახლა შეგვიძლია ის ინტერვიუები და კომენტარები, რომლებიც საპრემიერო ჩვენების დაწყებამდე ჩავწერეთ, ახლა ქრონიკის მაყურებელს შევთავაზოთ. Thank you.
Facebook. I love me here. ეს ხება ჩვენი ისტორიის, უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდს, იმ 5 დღეს, რომელმაც გადაწყვეტა საქართველოს თავისუფლების ბედი და ეს ფილმი, რა თქმა უნდა, ეძღვნება იმ ადამიანებს, ვინც დადგენ ერთად, ვინც გაიღეს უზენაესი ფასი იმისთვის, რომ მათი ქვეყანა ყოფილიყო დამოუკიდებელი, ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო თავისუფალი და ყოფილიყო თავისუფალი სამყაროს განუყოფელი ნაწილი. ეს შეძლო ადამიანებმა, ეს შეძლო საზოგადოებამ, შეძლო სახელმწიფომ და სწორედ აი ამ ერთობას ეძღვნება ეს ფილმი. მთავარი დღევანდელი დღის, ასე ვთქვათ, ჩემი კუთხით მე რასაც გამოყოფდი არის ის, რომ შემოსული თანხა და დაფინანსება მთლიანად მოხმარდება რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს. 2008 წლის იქნება ეს თუ 90-იანი წლების დაზარალებული დევნილები. რუსულ, ასე ვთქვათ, დარბევას და ოკუპაციას და იმის შედეგებს დღემდე ვიმკით და დღემდე მძიმედ განვიცდით. აი ესე ნაბიჯ-ნაბიჯ მთელ სოფლიოს უნდა გავაგებინოთ, რომ რუსები არიან ოკუპანტები. ეს ფილმიც ერთ-ერთია საშუალება არის ამის და იმედი მაქვს, რომ სოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევით და მხარდაჭერით ჩვენ ერთ დღეს რუსეთი აიბარგება ჩვენი მიწაწილიდან და ჩვენ მიწაწილს დაუბრუნდებით. ერთი ეს არის საერთაშორისო დონის მოვლენა, სტუმრებიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე თუ ვინ და როგორ აკეთებდა ამ ფილმს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტრაგიკულ ფურცელზე, რამხელა საერთაშორისო მონაწილეობა იყო აი ამ ამბის, ამ გზავნილის საერთაშორისო დონეზე გავრცელებაში და მეორე ბუნებრივია ეს არის ჩვენი ეროვნული საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ღონისძიება, როდესაც თბილისი ასეთ ამბავს, ასეთ ღონისძიებას მასპინძლობს. ბუნებრივია დღევანდელი დღის ერთ-ერთი მთავარი გმირი არის შერონ სტოუნი, რომელიც აი ამ საპრემიერო ჩვენებას მოწვეული საპატიო სტუმრის სტატუსით ეწევა. ის საკუთარი სურვილით ჩამოვიდა გუშინ შუა დღესაც საქართველოს დედაქალაქში, როგორც უკვე გითხარით, მას შავი კაბა ეცვა, თუმცა მანამდე მან კიდევ ერთი შავი კაბა მიიღო თბილისში საჩუქრად. სანამ საპრემიერო ჩვენებაზე კინორუსთაველში მოვიდა და შერონ სტოუნთან ავიდა სასტუმრო რედისონის მზადა სართულზე განთავსებულ ნომერში ქართველი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი, რომელმაც ჰოლივუდის ვარსკვლავს გადასცა მის მიერ შექმნილი შავი კაბა, ასევე ძვირფასი თვლებითა და ქვებით გაწყობილი და ჰოლივუდის ვარსკვლავს, როგორც თავად სულიკაშვილი ყვება, ძალიან ესიამოვნა ასეთი საჩუქრის მიღება ქართველი დიზაინერისაგან და მას უთხრა პირადად, რომ ეს კაბა მის გარდერობში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. რაც შეეხება უშუალოდ ფილმს, დღევანდელ საპრემიერო ჩვენებას ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ესწრებიან ქართველი მსახიობებით, მათ შორის არიან კახა მიქიაშვილი, ანა იმნაძე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან ეპიზოდებში იღებენ მონაწილეობას და ჩვენ მათთანაც ჰქონდა გასაუბრების საშუალება და ისინი ამბობენ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ძალიან დიდი განსაკუთრებული ინტერესით ელოდებოდნენ საპრემიერო ჩვენების დაწყებას. აქ ასევე მოსულები იყვნენ საზოგადო მოღვაწეები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ფილმი არის განსაკუთრებული გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რადგან მხატვრული ფილმის აგვისტოს 5 დღის შემქმნელი რენი ჰარლინი საკუთარი ბლოკბასტერით მთელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობას ეტყვის, თუ რეალურად რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში, როგორ იბომბებოდა რუსული ჭურვებით მშვიდობიანი მოსახლეობა და როგორ აჰყავდათ რუს სამხედროებს ათეულობით უდანაშაულო ადამიანი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ფილმის ქრონომეტრაჟი არის 1 საათი და 50 წუთი. მისი გადაღებები დაიწყო აგვისტოს ომიდან 1 წლის შემდეგ, 2009 წლის სექტემბერში და რამდენიმე თვის განმავლობაში ყველაზე ბატალურ სცენებს იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა წერტილში. ბუნებრივია ერთ-ერთი მთავარი გადასაღები მოედანი იყო გორი, სადაც უამრავი ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და ახლა უკვე იმას, რაც რენი ჰარლინმა საკუთარ ობიექტივში ასახა, ახლა აი ამ წუთებში უკვე კინორუსთაველში შეკრებილი ადამიანი
უყურებს საპრემიერო ჩვენება დაახლოებით 1 საათის წინ დაიწყო და თუ ქრონომეტრას გავითვალისწინებთ 50 წუთში მისი ჩვენება უნდა დასრულდეს. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ იმ ადამიანების წინასწარი მოლოდინები, რომლებიც აი აქ საპრემიერო ჩვენებაზე იყვნენ მოსულები და ელოდებოდნენ აგვისტოს 5 დღის პრემიერის დაწყებას. განწყობა მაქვს და ველოდები რომ ძალიან კარგ ფილმს უყურებ და ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს. ძალიან მნიშვნელოვანი ეს ფილმი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამას ნახავს მსოფლიო და გაიგებს სიმართლეს. რა იყო სიმართლე, რატო დაიწყო ეს ომი და ვინ დაიწყო ეს ომი და რო საქართველოს მართლა ყველანაირად უდანაშაული. სხვა ერთია ძალადობის რა თქმა უნდა. მე მოვდივარ ძალიან კარგი განწყობით, რატომღაც გქონია რომ ძალიან მაგარი ფილმი უნდა იყოს და აი ნახავ ჯერ მირჩენია ვნახო და კომენტარი მე გავაკეთო. განწყობ ეს ძალიან დიდი უნდა ვნახო. ეს ძალიან დიდი პიარია ზოგადად საქართველოსი და ანუ პირდაპირ ვეუბნებით მსოფლიოს თუ რა გადაგვხდა თავს. ანუ ესეთი მტკივნეული და ესეთი ტრაგიკული მოვლენა იქნება გაშუქებული უკვე ხელოვნების დონეზე. მას შემდეგ რაც საპრემიერო ჩვენება დასრულდება კინო რუსთაველში, ამის შემდეგ უკვე ყურადღების ცენტრში მოექცევა რუსთაველის თეატრი, იქ სადაც ბიზნეს ასოციაციის სახელით საქველმოქმედო ვახშამი გაიმართება. ამ საღამოსათვის მზადება უკვე 1 კვირა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და ეს იქნება ერთგვარი დასკვნითი ცერემონია უკვე დღევანდელი დღის. ანუ ჰოლივუდის ვარსკვლავები, ქართველი მსახიობები, მოწვეული სტუმრები, ბიზნესმენები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები გადაინაცვლებენ რუსთაველის თეატრში. ისინი ისევ მანქანების ესკორტით მივლენ თეატრთან და დაიწყება სამნაწილად დაყოფილი ცერემონია. პირველ სართულზე გაიმართება საზეიმო მიღება, მეორე სართულზე უკვე ვარდებითა და შანდლებით გაფორმებულ დარბაზში დაიწყება საქველმოქმედო ვახშამი, სადაც შერეულ ქართულ ევროპულ ფრანგულ კერძებს შესთავაზებენ მოწვეულ სტუმრებს და ამის შემდეგ უკვე დაიწყება მუსიკალური ნომრების შესრულება. ცოფო ნიჟარაძე წარდგება ახალი სიმღერით და რეპერტუარიდან სხვა სიმღერებსაც შეასრულებს. აგრეთვე შესრულდება საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები, ანსამბლი ლაშარის შესრულებით და გარდა ამისა სტუმრები მოусმინენ ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურ ორკესტრს, რომელსაც ნიკა მემანიშვილი უდირიჟორებს. აი ამ საღამოს ერთ-ერთი ორგანიზატორი არის შოთა მაჭავარიანი, რომელიც ჩვენს რამდენიმე წუთის წინ ჩავწერეთ, ახლა ის უფრო დეტალურად მოგვიყვება თუ არა ელოდება რუსთაველის თეატრში მისულ სტუმარს. იქნება არის ტრიკოლორი, ჩვენი მეგობრები, რომლებიც ძალიან ლამაზად თავენ და დეკორს უკეთებენ. იქნება კონცერტი, ამისათვის სპეციალურად მოვიწვიეთ ფრანგი მზარეული ალან პასარი, რომელსაც აქვს მიშელინის 3 ვარსკვლავი და არის სოფლის ძალიან ცნობილი. მეორეჯერ სტუმრობს და ჩვენ მზარეულ თეკუნა გაჩეჩილაძესთან ერთად ამზადებს კერძის სადილს, რომელიც შედგება 5 ანუ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე. და მე იქნება after party, სიგარა, კონიაკი და მუსიკა.
ალბათ მაყურებელს ახლა ყველაზე მეტად დაინტერესებს, რა ხდებოდა უკვე კინორუსთაველის შიგნით, ანუ როდესაც წითელი ხალიჩა გაიარეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა, დაასრულეს ფოტოსესიაც და შემდეგ უკვე გადაინაცვლეს კინოთეატრის ფოიეში, იქ სადაც ფოტოექსპოზიცია მიმდინარეობდა და შემდეგ უკვე მეორე სართულზე საპრემიერო ჩვენება უნდა გამართულიყო. უკვე შიგნით კინოთეატრში განვითარებულ მოვლენებს ახლა ჩემი კოლეგა ლიკა ბერაია გაგაცნობთ, რომელიც დილიდან ჩემთან ერთად მუშაობს და ახლა ჩემს გვერდით იმყოფება. ლიკა, პირდაპირ ეთერში ხარ. დიახ, მას შემდეგაც ჰოლივუდულმა მსახიობებმა დაასრულეს ფოტოსესია წითელი ხალიჩიდან, მათ უკვე გადაინაცვლეს კინოთეატრ რუსთაველის დარბაზში, სადაც უკვე დაიწყო ოფიციალური მიღების ცერემონიალი, სანამ ფილმის პრემიერა შედგებოდა და ჰოლივუდულ მსახიობებს ელოდებოდათ ფოტო გამოფენა. კინოთეატრ რუსთაველის დარბაზში გამოფენილია 40 ფოტოსურათი თეთრ ფონზე და ეს სურათები ასახავს აგვისტოს 5 დღის გადაღების პროცესს. ეს ფოტოები გადაიღეს მარინა კანმა და გოგა მამასახლისმა. სულ 4000 ფოტო იქნა გადაღებული, თუმცა აქედან შეირჩა 40 საუკეთესო და სწორედ დღევანდელი პრემიერისთვის ეს ფოტოები გამოფინეს კინოთეატრ რუსთაველის დარბაზში. ასევე ჰოლივუდელ სტუმრებს დღესდღეობით ერთი პრეზენტაცია ფოიეში, ეს არის წიგნი გმირები, ამ წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია შედგა 1 წლის წინ, თუმცა სპეციალურად ამ დღისთვის პრაიმ ტაიმის ინიციატივით გმირების ინგლისური ვერსიის პრეზენტაციაც გაიმართა და ამ წიგნში შესულია იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც რუსულ-ქართულ აგვისტოს ომის დროს დაიღუპა. აი ამ ცერემონიის დასრულების შემდეგ კი უკვე VIP სტუმრებმა გადაინაცვლეს კინოთეატრ რუსთაველის პირველ დარბაზში, სადაც ჰოლივუდელი მსახიობების მონაწილეობით შედგა პრემიერა, თუმცა კინოთეატრის 4-ვე დარბაზში ერთდროულად დაიწყო აგვისტოს 5 დღის ჩვენება, უკვე 1 საათზე მეტია, რაც ფილმის პრემიერა მიმდინარეობს. პირველ დარბაზში კი იყვნენ ყველა ის სტუმრები, რომლებიც დღეს არიან ყურადღების ცენტრში და ფილმის შემქმნელებთან და მონაწილეებთან ერთად იმყოფება შერონ სტოუნიც ამ დარბაზში, რომელიც სპეციალურად ამ ფილმზე დასასწრებად საკუთარი ინიციატივით ჩამოვიდა საქართველოში. შერონ სტოუნმა, ენდი გარსიამ და დანარჩენმა ჰოლივუდულმა მსახიობებმა და რეჟისორმა დაიკავეს მე-12 ადგილი. ეს არის ცენტრალური რიგი კინოთეატრ რუსთაველის პირველ დარბაზში, სადაც ყველაზე კარგად ჩანს და არის საუკეთესო ადგილი. რენი ჰარლინმა, ფილმის რეჟისორმა, სანამ დაიწყებოდა ფილმის პრემიერა და პირველი კადრები გავიდოდა კინოთეატრის ეკრანზე, სიტყვით მიმართა დარბაზში მყოფ ადამიანებს, საპატიო სტუმრებს, ქართველებს, ასევე ჰოლივუდელებს. რენი ჰარლინს ჰქონდა აქაც საკმაოდ ამაღელვებელი გამოსვლა. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო თulis რომ არის მისი მეორე სამშობლო, თუმცა ის წარმოშობით ფინეთიდან არის და რენი ჰარლინმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ფილმზე მუშაობა. ის როგორც რეჟისორი თვლიდა, რომ ეს იქნებოდა მისი საუკეთესო ნამუშევარი, როდესაც აგვისტოს 5 დღის გადაღებების პროცესი იწყებოდა. რენი ჰარლინის ეს ყველაფერი ეს გამოსვლა შედგა პირველ დარბაზში, თუმცა 4-ვე დარბაზში ვიდეო თვალის მეშვეობით რენი ჰარლინის გამოსვლა გადაიცემოდა და ამ გამოსვლას თვალს ადევნებენ დანარჩენ დარბაზში უკვე ქართველი სტუმრები, საზოგადოების ცნობილი სახეები, ბიზნესმენები, მსახიობები და სხვა ადამიანები, რომლებიც დღეს ამ პრემიერაზე იქნენ მოწვეული. Two years ago, we decided that we wanted to tell the story of the war between Russia and Georgia to the world. When I came to Georgia, I realized what a beautiful country it was, what beautiful fruits and wine and things it produces, and what a great country it is in terms of people being so hospitable and just a wonderful, wonderful place. როდესაც საქართველოში ჩამოვედი, მაშინ რამდენად შესანიშნავი ქვეყანა, რამდენად ეთნიკურად ხალხია, რამდენად დიდარი არის თქვენი კულტურა, რამდენად კარგი საჭმელი, ვინო და ყველაფერი. And I said, with all the other movies I've made before, I don't know if you've seen any movies that I've done before, like Die Hard 2 or Cliffhanger or big Hollywood movies. I said, this is why I was made a filmmaker, is to tell this story.
საკუთრებით დიდი ჰოლივუდური ფილმები არის, მაგრამ საქართველოში ჩამოვედა რომ იმ ეს ფილმი უნდა გადაღებო. სწორედ მაშინ გავიაზრე, რომ ალბათ სწორედ ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი ჩემს ცხოვრებაში და სწორედ ეს ფილმი უნდა გადაღებო. It was such an emotional experience to make a film where we shot some of the locations, like in Gori and some other locations where the war had just taken place 1 year before. To be able to be shooting there in the movie, using the people who had been part of the war in the movie, it was something that only happens once in a lifetime for a filmmaker. და როდესაც ფილმს ვიღებდი, გასაკურველია მოგვიწია ოფნას სწორედ ეს მოგვიანებით იმ ადგილებში, სადაც ომი მიმდინარეობდა, ვიყავით გორში, ვიყავით გორის შემოგარენში, სოლტერბილებში, სადაც ეს ყველაფერი ხდებოდა და ნამდვილად უაღრესად შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი, რომ ჩვენს ფილმში ასე მონაწილეობას იღებდა სწორედ ის ხალხი, რომელიც ცხოვრობდა საქართველოში, რომელმაც გამოიარა ეს ყველაფერი. To be able to be standing here today, finally, with the movie that has been finished and it will be released everywhere in the world. It opens in August in the United States. It opens during the summer everywhere in the world. Tens of millions of people will see this story. And to be able to be here in front of you tonight is a great honor. Everybody here is champion presentation of giver in the president of the Christian here is champion presentation of the President Sakatowski da America is filming the million of the probability of the clear actually the Napa Robert Rogerson that the here is the Hollywood and filming the I live in Hollywood, but I come from Finland, and my parents and grandparents and their grandparents come from Finland. We are a country of 5 million people. We have lived next to Russia or previously Soviet Union for many, many years. I know how it feels. მე ამჟამად ჰოლივუდში ვცხოვრობ, საერთოდ ბარკინეში. ეს არის მაღალმთელ ბაზარში, რუსეთის მეზობელი მოსახლეობა 5 მილიონი არის. ჩვენ ომგამოვლილი ქვეყანა ვართ და ნამდვილად ჩვენს გრესის რაც გზნობს თქვენ. I thank all of you for having given me the opportunity of a lifetime to make this film. I hope you enjoy it. I hope you feel that we have told your story honestly and truthfully. And all I can say is, long live Georgia! დაახლოებით 20 წუთი რჩება ფილმის პრემიერის დასრულებამდე. ძალიან დიდია საზოგადოების ინტერესი. აქ კვლავ რჩებიან რიგითი მოქალაქეები რუსთაველის კინოთეატრის ტერიტორიაზე შეკრებილები და ისინი ელოდებიან ამერიკელი ვარსკვლავების გამოჩენას ისევ წითელ ხალიჩაზე, რომლებიც ამ პრემიერის დასრულების შემდეგ უკვე გადაინაცვლებენ რუსთაველის კინოთეატრში. ხოლო უკვე ხვალ ამერიკული ჯგუფი გაემგზავრება ლონდონში, სადაც უკვე 7 ივნისს ზეგ ფილმის ლონდონური პრემიერა გაიმართება. პრემიერის დასრულებამდე 20 წუთი რჩება. პირდაპირ ეთერში კინოთეატრ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან ლიკა ბერაია საუბრობდა. წითელ ხალიჩაზე გავლამდე შერონ სტონს აგვისტოს 5 დღის ქართველი პროდიუსერი კობა ნაყოფია ოჯახის წევრებთან ერთად პირადად შეხვდა და ესაუბრა. ვარსკვლავმა ნაყოფიასგან საჩუქრად ქართული ტრადიციული ჭედურობით შესრულებული სამკაული მიიღო. კონკრეტულად რა სამკაული მიიღო საჩუქრად მსოფლიო ვარსკვლავმა თბილისში ჯერჯერობით აღქმეულდება. კიდევ ერთი სიურპრიზი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ ლედის დიზაინერმა დათუნე სულიკაშვილმა მოუმზადა. მან მსახიობთ შავი კაბა საკუთარი დიზაინით შეუკერა. დიზაინერი ამბობს, რომ სტოუნის საჩუქრით მოხიბლული დარჩა. ჩვენ ნამდვილად მოუმზადეთ მას რაღაც საჩუქრები, არის ისეთი, რასაც ვერ გეტყვით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ასე ვთქვათ, ქართული ნაციონალური საჩუქარიც არის. ეს არის ზარაფხანის მიერ დამზადებული მცხეთის კოლექციიდან საიუველირო ნაკეთობები. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მოეწონება და ასე ვთქვათ, ხელს შეუწყობს ჩვენი ასე ვთქვათ ნაციონალური საიუველირო ნაწარმის პოპულარიზაციას. ფთოვანებულია საქართველოსი, პირველ რიგში მან ხაზი გაუსვა სტუმართ მასპინძლობას და ამ დიდ კულტურასაც მართლა ქართველებს გაგვაჩნია და გვაქვს.
პირველივე წუთიდან ეს მან დაინახა. გუშინ როგორც იცით გახდათ კოპალაში. იქ ქონდა მასთან ვახშამი. მინდა გითხრათ რომ ძალიან მოეწონა ქართული კერძები. ჩვენ შევთავაზეთ რომ ხوارინებებდა ის დღეს დავუშვათ რაღაც ევროპულ კერძებს, მაგრამ მაგან კატეგორიული უარი განაცხადა და თქვა რომ თქვენ ისეთი დიდარი სამზარეულო გაქვთ რომ მე სხვა რესტორანში შემსვლელი არა ვარო. დღესაც თქვენ ნახეთ რომ თვითონ აინტერესებდა არქიტექტურა პირველ რიგში, აინტერესებდა და დაინტერესდა ქართული ეკლესიით და მოინახულა რამოდენიმე ტაძარი. შემდგომ ბრძანდებოდა მე როგორც ვიცი მიღებაზე პატრიარქთან. მე მობრძანდა ახლა ასე ვთქვათ ემზადება პრემიერისთვის და მინდა გითხრათ რომ ასეთი აზრიც გამოთქვა, რომ ძალიან ნანოვსო, ძალიან ცოტა ხნით ჩამოვიდა და ჩვენ ვთქვარით, რომ თუ მას სურვილი ექნა, ამის შესაძლებლობა ჩვენ ყოველთვის მივცემთ. შერონ სტოუნი პრეზიდენტის სასახლესაც სტუმრობდა ჰოლივუდელ ვარსკვლავს პირადად პრეზიდენტმა უმასპინძლა. მიხაილ სააკაშვილი ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას მასპინძლობდა, როდესაც მათ სუპერ ვარსკვლავით შეუერთდა. სააკაშვილმა შერონ სტოუნს და კონგრესმენ დეივიდ დრეიერს ძველი ქალაქის ხედები დაათვალიერებინა და თბილისის ისტორიას მოუყვა. შემდეგ სააკაშვილმა სუპერ ვარსკვლავს პრეზიდენტის სასახლეც დაათვალიერებინა. შერონ სტოუნი პრეზიდენტის მისაღებში გამოხდენილი ფოტოებით, პრეზიდენტის შვილებით და ქვეყანაში დაგეგმილი პროექტებით დეტალურად დაინტერესდა. მსახიობის დიდი ინტერესის გამო პრეზიდენტის დახმარებით სტოუნმა სასახლის ცენტრალურ თაღზე ასვლაც გაბედა და დედაქალაქის ხედები იქიდანაც დაათვალიერა. Don't stop here. This is very dangerous. I was gonna die. Don't worry about it. That's good. That's good. All right, you guys. You haven't been doing this. When has toy helicopters with you? საღამო მშვიდობისა ძალიან სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. უძველესი ადგილებია. ეს კედელი მე-19 საუკუნით თარიღდება. ეკლესიაც მე-9 საუკუნეში აშენებულა. თვითონ ძველი ქალაქი კი მე-16 მე-17 საუკუნეებიდან არსებობს. ხიდი ახლახან ავაშენეთ. ამ ადგილას ახლა ძალიან ბევრი ახალი შენობაა. ხორციელდება ახალი პროექტებიც. ეს სასახლეც ახალია. მოდით სურათს გადაგიღებთ. ამ ხედის ფონზე ძალიან კარგი ფოტო გამოვა. ეს არის ენდი გარსია გადაღებების დროს ჩემს სამუშაო ოთახში. შვენიერია. ეს კი ჯორჯ ბუშია, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა. ეს ჩემი პატარა შვილია, 5 წლის არის. სამხედრო კარავი აქვს და იქ იძინებს ხოლმე. ღმერთო ჩემო, ძალიან საყვარელია. ეს ახალი დელფინარიუმია. ჩვენ ზღვისპირა ქალაქში ძალიან ჭკვიანი დელფინები არიან. უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა. რა საოცრებაა. ეს არის ქალისა და მამაკაცის მოძრავი სხეული, რომლებიც რაღაც მომენტში ერთ სხეულად გარდაიქმნებიან და შემდეგ ისევ ერთმანეთს შორდებიან. ღმერთო რა ლამაზია. ეს არის ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობა. ეს ქალაქი აქედან 2 საათის სავალგზაზეა. ეს კი მთავრობის სახლია. ეს სვანეთია, სადაც ახალი აეროპორტი და სამთო-სათხილამურო კურორტი გავხსენი. იქ თოვლის ზაფხულშიც კი მოდის. სანაპიროდან მხოლოდ საათნახევარის სავალი მანძილია. ამ ადგილას არ დადგეთ, ძალიან საშიშია. ნამდვილად საშიშად გამოიყურება. მოდით მაინც დაგაყენებთ, არანაირი პრობლემა არ არის, ცეკვაც კი შეიძლება.
ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი რამდენიმე ოქროს გლობუსის მფლობელი და ოსკარზე რამდენიმეჯერ ნომინირებული. შერონ სტოუნი ჰოლივუდის ყველაზე ძვირად ღირებული მსახიობი ქალია. უშუალო, კომუნიკაბელური და ელეგანტური სტოუნმა დღეს თბილისში გასეირნების სურვილი თავად გამოთქვა, ქართული არქიტექტურით დაინტერესდა და სურათები ქუჩაში გამგვლელებთან ერთად გადაიღო. თუმცა მედიისთვის ინტერვიუს მიცემაზე კატეგორიული უარი თქვა. უკვე 2 დღეა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვარსკვლავი შერონ სტოუნი საქართველოშია. თბილისში ის გუშინ დასთან ერთად ჩამოფრინდა და სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში სპეციალურად მისთვის მომზადებულ ნომერში დაბინავდა. პრეზიდენტის სასახლის მონახულების შემდეგ შერონ სტოუნი აგვისტოს 5 დღის დასის წევრებთან და ამერიკელ კონგრესმენებთან ერთად რესტორან პურის სახლს ეწვია. განსაკუთრებული სტუმრები რესტორნის სათავადო დარბაზში დასვეს. ჰოლივუდელი ქალბატონის ყურადღება ყველაზე მეტად ქართულმა თონემ მიიქცია. სტუმრებმა 4 სახეობის ხინკალი და თეთრი ღვინო შეუკვეთეს. რესტორნის პერსონალმა ქრონიკის გადამღებ ჯგუფს საიდუმლოდ გაუმხილა, რომ ყველაზე მეტი ღვინო ენდი გარსიამ დალია. იყო სულ 4 სახის ხინკალი, ქალაქური, სოკოს ხინკალი, ყველის ხინკალი და კარტოფილის ხინკალი. ერთადად ეს მიირთვეს, უფრო მაინც ინტერესი მაგათვის უფრო ხინკალის თემა უფრო იყო ალბათ. აქედან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ ეს შეუკვეთეს. საქართველოზე ფილმის ნახვამდე შერონ სტოუნმა ძველი თბილისი დაათვალიერა. მეტეხის ეკლესიის ნახვის შემდეგ კი ქალაქის ძველი უბნები ფეხით მოიარა. სუპერვარსკვლავი თბილისურმა აივნებმა და ძველებურმა ხალიჩებმა მოხიბლა. მსახიობს ხალიჩების გალერეაში ქართული ორნამენტებით გაწყობილი გობელენის ჩანთაც აჭუქეს. იყო ამაზე ჩანთა, ძალიან გვიყვარდა ჩვენი ჩანთა და რო უკვე მოგვიახლოვდა ავიღე ეს ჩანთა და შევეგებე და მივესალმე რა თქმა უნდა უთხარი რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ის ვნახე ცხოვრებაში და მინდა რომ აი გამოვხატო ეს ჩემი დიდი სიხარული და რაღაც პატივისცემა და ეს ჩანთა გადმოგცეთ საჩუქრად მაღაზიაში და ძალიან გაეხარდა რა თქმა უნდა ეს ჩანთა აიღო და მე გადაწყვიტა უეცად რომ შემოსულიყო ესე უეცრად ჯერ არაპირებდა შემოსვლას და აი იმის მე შემოვიდა დაინტერესდა განსაკუთრებით ქართული აინტერესებდა. შერონ სტოუნმა ქართულ ბავშვებთან ერთად ფოტოები გადაიღო და ქართული ჩურჩხელაც დააგემოვნა. მაღაზიის გამყიდველი ყვება რომ მსახიობმა ბალიც მიირთვა, თუმცა მანამდე ის გარეცხა. ჩურჩხელა გასინჯა, ბალი მიირთვა 1-2 წელი გარეცხა, ის არ მიირთვა. მეტი არაფერი დაათვალიერა ხილბოსნეული. ძველი თბილისის მონახულების შემდეგ შერონ სტოუნი საპატრიარქოს ეწვია და იქ 40 წუთი დაჰყო. პატრიარქისგან კი საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი მიიღო. მის უწმინდესობას და უნეტარესობას დღეს საპატრიარქოში სტუმრად ეწვია მსოფლიო კინოვარსკვლავი ქალბატონი შერონ სტოუნი, რომელიც საქართველოში იმყოფება. ეს იყო ძალიან თბილი შეხვედრა. თბილისური ვოიაჟის შემდეგ პრემიერისთვის მოსამზადებლად სტოუნი სასტუმროში დაბრუნდა. მან ქართულ სტილისტს მიშა გასიტაშვილს თმის ბუნებრივად დავარცხნა სთხოვა. მსახიობმა სტილისტ მაისური უკვე მეორედ მოუწონა. ვარცხნილობა მსახიობს გასიტაშვილმა გუშინ პრეზიდენტთან სტუმრობამდეც გაუკეთა. შერონ სტოუნს დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა მისი შეკერილი კაბაც უსახსოვრა. ისე ჩემ მაისური მოეწონა, დღესაც მაისური გაცვიო რა საინტერესო არის და მოკლედ შენ მაისურების მამა ხარო და თუ შეიძლება 15 წუთში ამოდით ჩემთან და 15 წუთში ავედით. შემთხვევით რომ მინდოდა რომ ისვის ამეცია თმა, იმიტომ რომ დღეს პრემიერა და ლურჯი ეკიდებაძე დამთანხმდა, შემდეგ რო აუწია მითხრა რომ იცი რა მირჩევნიარო არ იყოს კულტურიო და არ მინდაო რომ ძალიან მომზადებული იყო და ძალიან ჩვეულებრივად ჩათვალე რომ ვარ სახში ისე გავაკეთოთ და გამიშალის ისე რომ არ მეტყობოდეს არაფერი. შავი ძალიან ძვირფასი ხარისხის მასალით იყო შესრულებული, ასევე გიშრის ქვებით არის ნაქარგი უზარმაზარი მძივი, რომელიც უკეთდება კაბას და როდესაც მივიტანეთ და ნომერში შევედით მასთან და ამოიღო ეს კაბა, გაგიჟდა და ძალიან აღფრთოვანებული იყო და ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის, რომ ძალიან მოეწონა და ჩაიცვა, გაიზომა და ძალიან კმაყოფილი იყო. ჰოლივუდელი ქალბატონი სასტუმრო რადისონიდან პირდაპირ პრემიერაზე წავიდა. შერონ სტოუნი კინოთეატრ რუსთაველთან სპეციალურად დაგებულ წითელ ხალიჩაზე დაგვიანებით ზუსტად 7-ის ნახევარზე გამოჩნდა.
საპრემიერო ჩვენების შემდეგ სტუმრები რუსთაველის თეატრის მეჯლისების დარბაზში გადაინაცვლებენ. ბიზნეს ასოციაციის სახელით საქველმოქმედო ვახშამი გაიმართება. სპეციალურ საქველმოქმედო მიღებაზე 140 სტუმრისთვის იმღერებს სოფო ნიჟარაძე და უკრავს ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრი. ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით და შესრულდება ხალხური სიმღერები. საქველმოქმედო ვახშმი და შემოსული თანხა ომში დაღუპულებს და დევნილებს გადაეცემათ. დაღუპულთა ოჯახებს. ველაწეკლაური იმყოფება რუსთაველის გამზირზე, ის რუსთაველის თეატრიდან გვერდება. ლელა, რა მდგომარეობა ახლა დასრულდა თუ არა, მზადება არის თუ არა, მორთულობა უკვე ბოლომდე გაკეთებული. აქ არის მოლოდინის რეჟიმი, ჩვენ ახლა ვიმყოფებით რუსთაველის თეატრში. დღეს აგვისტოს ომის დროს დაზარალებული ოჯახთა ფონდი შეივსება საკმაოდ სოლიდური თანხით. ამაზე იზრუნა სპეციალურად ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა და გამართა ამ დღისთვის საქველმოქმედო ვახშამი. ვახშამი უკვე მზად არის, ჩემს გვერდით ამ წუთას ძალიან ეჩქარება და ამიტომ არ მაქვს საშუალება გესაუბროთ უფრო დეტალურად აი ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრებს M გრუპის წარმომადგენელი შოთა მაჭავარიანი. მე ვიცი რომ ეს არის ქართულ-ფრანგული სამზარეულო შერეული და იქნება ქართული ღვინო სხვადასხვა სახის წარმოდგენილი. როგორი იქნება ვახშამი, ვინ მოამზადა ის და არის თუ არა უკვე მზად სტუმრების მისაღებად? ვახშამი მოამზადა M ჯგუფის შემზარეულმა თეკუნა გაჩიჩილაძემ და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის არის მოწვეული ფრანგი მზარეული, 3 მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი ალან პასარი, რომელიც ერთობლივად აკეთებენ სადილს, რომელსაც ქვია ჯორჯენ ფიუჟენი. ეს იქნება ქართული და ფრანგული კერძების ნაზავი. რაც შეეხება დეკორს, აუცილებლად მომხდარდა მხოლოდ კერძები არ იქნებოდა, რომ არა ტრიკოლორი. და ეს ყველაფერი საერთოდ არ იქნებოდა, რომ არა გენერალური სპონსორი ყველაზე სვეტსკი ბანკი, საქართველოს ბანკი. არის რეკლამა, მაგრამ მაინც უნდა თქვა. მე ვიცი რომ ძალიან სერიოზული ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მე ვფიქრობ ყველაფერი ძალიან კარგად გამოვიდა. და აი ნახოთ ახლა სტუმრები როგორ დააგემოვნებიან კერძებს და მოეწონება თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ მოეწონება. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა გითხრათ, რომ ამ ვახშამს დაესწრებიან ის საპატიო სტუმრები, რომლებიც აი ამ წუთას უყურებენ ჯერ კიდევ პრემიერას კინოთეატრ რუსთაველში, რენი ჰარლენის ბლოკბასტერს აგვისტოს 5 დღე. თუმცა რამდენიმე წუთში აქ უკვე ელოდებიან საპატიო სტუმრებს, ამერიკელ კონგრესმენებს, ქართულ მსახიობებს, საზოგადოებრივ მოღვაწეებს, აქ მოვიდნენ მინისტრებიც, რომელმაც ამ ეტაპზე კომენტარი არ გააკეთეს, ალბათ ისინი განცხადებას გააკეთებენ ვახშმის დასრულების შემდეგ. ასევე ჩემს გვერდით იმყოფება საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, თუ შეიძლება. მე ვიცი რომ ძალიან სერიოზული შემოწირულობები გაიღო რამოდენიმე კომპანიამ, კერძო კომპანიამ, მათ შორის ხართ ერთ-ერთი თქვენ, გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ბიზნეს კომპანიებმა, ასე ვთქვათ, აქ მოსვლისთვის გადაიხადათ ძალიან სოლიდური თანხები. შემოწირულობებზე თუ შეიძლება და ვის და კონკრეტულად როგორ მოხმარდება ეს თანხები აგვისტოს ომში დაზარალებულ ოჯახებს? საბოლოო თანხა გამოცხადდება სულ მალე, თუ რამდენი იქნება მოზიდული. საქართველოს ბანკი არის გენერალური სპონსორი ამ ღონისძიების და თანხა მოხმარდება იმ ოჯახებს, ვისაც დაეღუპათ ამ კონფლიქტის დროს შვილები, ცოლები, ქმრები, დები, ძმები. აი ამ ხალხს მოხმარდება ზუსტად და კარგი ის არის რომ მიამაყება რომ ქართულ ბიზნესს ახსოვს ეს ხალხი და ქართული ბიზნესი ხელს უწყობს მათ და მათ გვერდზე დგება და მეავაყება რომ საქართველოს ბანკი არის აი ამ დღევანდელი საღამოს გენერალური სპონსორი. თუ ხართ გურმანი, მე ვიცი რომ ძალიან მოწონთ ჩვენ საპატიო სტუმრებს ქართული კერძები. როგორ გონიათ, როგორია ვახშამი, თქვენ უკვე გააკონტროლეთ სიტუაცია, ასე ვთქვათ, რადგან მთავარი სპონსორი ბრძანდებით. აი რას ფიქრობთ, როგორ მოეწონებათ ეს მომენტი? იმედია მოეწონოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მეორე ხარისხოვანია, მთავარია ჩვენ რას ვაკეთებთ იმ ოჯახებისთვის, ვინც გაწირა თავის თავი აი ამ კონფლიქტში. უმეტესი მადლობა. მე მინდა დავკონკრეტდე და გითხრათ, რომ ერთი ადგილი აქ ღირს $7,000-დან $10,000-მდე. სულ არის 160 ადგილამდე რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში და მოქმედი ბიზნეს კომპანიები იქნებიან გარდა იმ საპატიო სტუმრებისა, მოწვეულნი აქ, რომლებიც აუცილებლად კინოჩვენების შემდეგ მოვლენ რუსთაველის თეატრში. ასევე როგორც შოთა მაჭავარიანმა განაცხადა, M გრუპის წარმომადგენელმა საქველმოქმედო ვახშამზე სპეციალურად რამდენიმე დღეა უკვე საქართველოში იმყოფება. ამ შემთხვევისთვის მოწვეული მსოფლიოში ცნობილი მიშლენის 3 ვარსკვლავის მფლობელი შეფმზარეული ალან პასარი. მაგრამ ეს მთავარი არ არის, რაც მთავარია 3 საათში, როდესაც დასრულდება ვახშამი, გამოცხადება ის თანხა, რომელიც აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ ოჯახთა ფონდში ჩაირიცხება. კიდევ ერთი დეტალი, აქ იქნება ძალიან დიდი დოზით ქართული ფოლკლორი წარმოდგენილი, გიორგი უშუკიშვილის ლაშარი იმღერებს, ასევე შვიდკაცა და სოფო ნიჟარაძე შეასრულებს მისთვის ნაჩუქარ სიმღერას ელენ დიონის პროდიუსერმა მას აჩუქა სიმღერა და სწორედ აი ეს სიმღერა ჟღერდება სოფო ნიჟარაძის მიერ აი ამ საქველმოქმედო ვახშამზე.
და როგორც გითხარით, რა თანხა შევა უკვე აი ამ საქველმოქმედო ვახშამიდან ამ ფონდში უკვე 3 საათის შემდეგ ამ ვახშმის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მე მინდა ოპერატორს ვთხოვოთ, თუ რა სიტუაცია აქვს გაჩვენოთ რუსთაველის თეატრში. არ არის წითელი ხალიჩა, აქ არის ასე ვთქვათ ალისფერი ხალიჩა, რომელსაც ახლა საგანგებოდ წმენდნენ და ეს რა ქვია, აქ მოვლენ საპატიო სტუმრები უკვე რამდენიმე წუთში. მოპირდაპირე მხარეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილნი არიან საზოგადოების წევრები, ადამიანები, რომლებიც ასევე დაინტერესებულნი არიან თუ რა ხდება კონკრეტულად დღევანდელ დღესთან დაკავშირებით და რუსთაველის თეატრშიც. სულ ეს არის რაც ამ დროისთვის შემიძლია გითხრათ, რადგან აი სტუმრების მოსვლას უკვე რამდენიმე წუთში ელოდებიან. პირდაპირ ეთერში ლელა ციკლაური საუბრობდა, რომელიც რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება. პრემიერამდე 1 საათით ადრე ჰოლივუდის თანავარსკვლავადი სასტუმრო რედისონში ჟურნალისტებს შეხვდა. უპასუხოდ პრაქტიკულად არც ერთი კითხვა არ დარჩენილა ფილმი ომის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე. 15-მდე ცნობილი ფილმის და მათ შორის უკვე აგვისტოს 5 დღის რეჟისორი ამბობს, რომ ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნამუშევარია. კითხვა ჰოლივუდის თანავარსკვლავედს ქრონიკის კორესპონდენტმა თამთას ანიკიდემაც დაუსვა. ფინური წარმოშობის რეჟისორი ცრემლებს არავინ ელოდა, თუმცა თბილის მათ დღეს ჰოლივუდის ცრემლების დაიჯერა. ეს ისტორია ღირდა მსოფლიოსთვის მოსაყოლად. ომის ქრონიკას ახლა ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად პატარა ქვეყნის შვილი, ფინელი რეჟისორი რენი ჰარლინი ყვება. ცხელი ზაფხულის შემზარავი ცხელი დღეების კადრებს ახლა კინოფირი ინახავს. ფილმის შემოქმედებით ჯგუფს დღეს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიამ უმასპინძლა. ყველა კითხვაზე პასუხს აქ ახლა ჟურნალისტები ლეგენდად ქცეული მსახიობებისგან ელოდნენ. ენდი გარსიამ, რენი ჰარლინმა და ჯონათან შეიკმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას ფილმთან და აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გააცნეს და ერთხმად განაცხადეს, რომ ისინი მხარს თავისუფლებას უჭერენ. საქართველოს ვერაფერი შეედრება, აქაური ქალები სხვა შარმით არიან დაჯილდოვებულები. აქ ხალხს სხვა გული აქვთ და სხვანაირი მასპინძლობა იციან. ქართული სამზარეულოთი და საქართველოს სილამაზით მონუსხული ჰოლივუდელები ქართულ კულტურას ლეგენდად მიიჩნევენ. ჰოლივუდის ბულვარზე მაცხოვრებელმა რეჟისორმა პრესასთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოში ცხოვრების სურვილი ქვეყანაში ჩამოსვლის პირველივე დღეებიდან გაუჩნდა. ფანტასტიკურია კვლავ აქ ჩამოსვლა ჩემს მეორე სამშობლოში. ფინეთში დავიბადე, ჩამოვედი საქართველოში და მივხვდი, რომ აქ მინდა ცხოვრება. რაღაც პერიოდი ამერიკაში გავატარე, მაგრამ საქართველოს მაინც ვერაფერი შეედრება. საქართველოში გატარებული დღეები არასდროს დაავიწყდება. უკვე იცის, რომ აქ თბილი ხალხი ცხოვრობს და მათ განსაკუთრებული მხარდაჭერა შეუძლიათ. ომი და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არც მისთვის ყოფილა უდესმე უცხო. მალე მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიგებს რუსეთს საქართველოს შორის ომის ნამდვილ ისტორიას და ნახავს ფილმს ენდი გარსიას მონაწილეობით. როდესაც გაიცანით როლს და შემდეგ უკვე მასზე მუშაობის დროს რა იყო თქვენი თავარი მიზანი, რა ემოციის ჩვენება გინდოდათ მაყურებლისთვის? რაც შეეხება ჩემს როლს ამ ფილმში, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უნივერსალური ისტორია, რომელიც მეორდება. ასეთი რამ ძალიან ბევრ ქვეყანას გადახდომია. იმედია მომავალში დადგება დრო, როცა ეს ასე აღარ იქნება და ასეთი ისტორიები აღარ განმეორდება მთელ მსოფლიოში. ვთვლი, რომ ეს არ არის ფილმი მხოლოდ პრეზიდენტზე ან ომზე. ეს არის უფრო პაციფისტური ფილმი. ეს არის ფილმი ომის წინააღმდეგ. მთელ მსოფლიოში ხდება ტრაგედიები. მე ეს ყველაფერი ძალიან კარგად მესმის. მე თვითონ ვარ კუბიდან, იმ ქვეყნიდან, რომელიც ამჟამად დგას გარკვეული გამოწვევების წინაშე. ეს პრობლემები ალბათ კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში დარჩება კუბას. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ფასი. ამ ღირებულებებს პატივი უნდა ვცეთ. შეიძლება კლიშესავით ჟღერდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობა. ფილმი ომის რეალური კადრებით მაყურებელს უემოციოდ არტოვებს. მოვლენების ფირზე შემონახვა უემოციოდ ღერს ოპერატორმა ჩეკო ბარესმა შეძლო. მინდა მოგახსენოთ, რომ პროფესიით ოპერატორი ვარ. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილ ვარ და მიმუშავია, მაგრამ როცა საქართველოში ჩამოვედი და დავიწყე ამ ფილმის გადაღება, მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვან რამეს ვაკეთებდი. თამამად შემიძლია იმის თქმაც, რომ ამას სულ სხვა სახე ჰქონდა, იმასთან შედარებით, რაც მანამდე გადამიღია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, რომ ამის საშუალება მომეცით. მე ვარ ჯონათან შეიკი ამერიკიდან. რაც შეეხება ფილმთან, ჩემ კავშირს შევასრულე კაპიტან რეზო ავალიანის როლი. ძალიან მნიშვნელოვანი როლი მერგო წილად, რადგან ბევრი რამ დავინახე. კერძოდ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ ხალხისთვის ბრძოლა თავის ქვეყნისთვის, თვითყოფადობისა და თავისუფლების შენარჩუნებისთვის.
არ გვინდა ომი, გვინდა მშვიდობა და გვინდა დამოუკიდებლობა. ასე აფასებს აგვისტოს 5 დღეს ფილმის რეჟისორი და დანარჩენ მსოფლიოს მესიჯს უგზავნის. ჩვენ გადავიღეთ ფილმი პატარა ქვეყანაზე, რომელიც დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ცდილობს. ჰოლივუდელი ვარსკვლავები თბილისში გამთენიისას ჩამოფრინდნენ. რენი ჰარლინი, ენდი გარსია, რიჩარდ ქოილი, დინ კეინი, ჯონათან საეკი და ქვინეს ქორნერი საქართველოში გამთენიისას ჩამოფრინდნენ. რეჟისორი და მსახიობები აცხადებენ, რომ მათ განსაკუთრებულად უყვართ საქართველო და პრემიერის წინ ცოტას ღელავდნენ კიდეც. ფილმის რეჟისორი რენი ჰარლინი თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე მუხლებზე დადგა და ქართულ მიწას აკოცა. ჰოლივუდელი რეჟისორი საქართველოში ჩამოსვლისთანავე მუხლებზე დადგა და მიწას ემთხვია. როგორც რენი ჰარლინი ამბობს, საქართველო მისთვის მეორე სახლია. ჰოლივუდის ფილმის აგვისტოს 5 დღის მსახიობები და რეჟისორი ქართულ პრემიერაზე დასასწრებად საქართველოში გამთენიისას ჩამოფრინდნენ. რენი ჰარლინი, ენდი გარსია, რიჩარდ ქოილი, დინ კეინი, ჯონათან შეიკი და კენეს კრენერი აეროპორტშივე აღნიშნავდნენ, რომ პრემიერის წინ ცოტას ნერვიულობდნენ. საქართველოდან დიდარი მოგონებები და გამოცდილება დამრჩა. შევიძინე დიდი მეგობრები და შევქმნით შესანიშნავი ფილმი. ეს სურათი მშვიდობის და თავისუფლების მნიშვნელობაზე მოგვითხრობს. ბედნიერი ვარ, რომ ამ ფასეულობებს ქართულ ხალხთან ერთად ვიზიარებთ. ხანგრძლივი მგზავრობა გქონდა ლოს-ანჯელესიდან, მაგრამ ამის მიუხედავად ბედნიერი ვარ, რომ კვლავ დავბრუნდი საქართველოში. მიხარია, რომ დავბრუნდი საქართველოში. ჩემთვის ამაღელვებელია იმ ხალხთან ერთად ვუყურო ფილმს, რომლებმაც ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახეს. ძალადობა განსხვავებული ხედვით აგვისტოს 5 დღის ჰოლივუდელი მსახიობები ფილმს სწორედ ასე ახასიათებენ. სურათის შემქმნელები მსოფლიოსთვის ამ ფილმით სწორედ იმის დამტკიცებას აპირებენ, თუ რა ცუდი შედეგები მოაქვს ძალადობას. ჩემთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ რენიმ 2 დღის წინ მითხრა აქ ჩამოსვლის გეგმებზე და შემომთავაზა მასთან ერთად წამოსულიყავი. ჩემთვის დიდი პატივია ვიამბორო ქართულ მიწას. აქ ბევრი მეგობარი და გამოცდილება შევიძინე. იმედი მაქვს ეს სურათი შეცვლის ვითარებას და ძალადობას სხვა ჭრილში დაანახებს მაყურებელს. აეროპორტის შემდეგ აგვისტოს 5 დღის შემქმნელები პირველად მედიის წინაშე პრემიერიდან 3 საათით ადრე სასტუმრო რადისონში პრესკონფერენციაზე გამოჩნდნენ. ჩემს პრაქტიკაში პირველად ხდება, როცა ფილმს აუდიტორიასთან ერთად ვუყურებ. ჩემს პოლიტიკურ დამოკიდებულებას რაც შეეხება, მე მსოფლიო მოქალაქე ვარ და პატივს ვცემ ყველა ინდივიდსა და მათ უფლებებს. იქნება ეს საქართველოში, კუბაში თუ შეერთებულ შტატებში. მე აქ მსახიობის ამპულაში ვარ ჩამოსული. მე აბსოლუტური თავისუფლების ბჟერა. პრემიერაზე წასვლის წინ რეჟისორი ქრონიკის გადამხებ ჯგუფთან თავისი სურვილით მივიდა და ინტერვიუში კიდევ ერთხელ გამოხატა სიყვარული საქართველოსადმი. ეს ყველაზე მღელვარი დღეა ჩემს ცხოვრებაში. 25 წელია ფილმებს ვიღებ, მაგრამ ვფიქრობ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რაც გამიკეთებია. ღმერთმა მზიანი დღე გვაჩუქა და ვერ ვძლებ ისე მინდა მალე ვუყურო ფილმს. ჟურნალისტების მიმართ კარგი დამოკიდებულებით საქართველოს პრეზიდენტის როლის შემსრულებელი ენდი გარსიაც გამოირჩეოდა. სასტუმროდან გამოსვლის შემდეგ ის მედიის წარმომადგენლებს მანქანიდან მიესალმა. კინო რუსთაველის წინ დაგებულ წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდელი მსახიობები და რეჟისორი ცალ-ცალკე გამოჩნდნენ. საპრემიეროდ მომზადებულ რუსთაველზე მიხეილ სააკაშვილი დღეს მოულოდნელად გამოჩნდა. ის ფეხით ეროვნული მუზეუმისკენ მიდიოდა, ფეხით მიმავალ პრეზიდენტს კინოთეატრ რუსთაველთან შეკრებილი საზოგადოება დაშლით შეეგება. საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველზე შეჩერდა და მოქალაქეებს გაესაუბრა. პრეზიდენტმა თავის მხრივ მუზეუმის გახსნაზე მოქალაქეებიც მიიბადიჟა. Abi გამოუშვით და ამოუშვი როგორ ძანდებით გამორჩეთ. წავა ერთად დავთვალე რომ ჯობე გამორჩეთ. დიდი სიამოვნებით. რა სულ სხვა რაღაცაა. ეს ვინ არის? დავიდე, თორე წვიმაში კარას ვწოდებით, გარეთ წვიმაში, დავი ყველაფერს დავთვალეთ. თუ როგორ წადებით, წავით, წავ. გამო ყველაფერს. მოდი. აბა მოდი. დავწოდებით, გარეთ ჯობი არ დავხსნათ ეს მუზეუმი, აბა მოდი. აბა მოდი. აბა მოდი. აი,
და მაქსიმალურად გავადინებიათ, მაგრამ ესეც პატაცკინა რომ ძალიანაც ვერ გაგათი. შოტები გა. ახალ პროგრამს გა. აჰა. ახლა ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე მესამე. სამი ისტორიები უძველესი ოქრო, მერე კოლხები. ამის გარდა ნიჭები არის ცალ-ცალკე. ამის უკან ჯერეთ ეს ხوار არსებობდა და არ არსებობდა ეს გალერეა. გალერეა პრაქტიკულად ახედა ნაშენი, თორე ეს მეორე ნაწილი ეს არის მთლიანად ახალი და რაც მე მინახავს, რა ვიცი, მადრიდში პრადო ან რაღაც სერიოზული მუზეუმები ეხლა თან ახლები რაც შენდება, განსაკუთრებით აი მდიდარ არაბულ ქვეყნებში, ეს არ მხოლოდ ტოლს არ უდებს, არამედ განსაკუთრებულ გემოვნებთან არის გაკეთებული, მაგრამ ეს თვითონ გაცოცხლდა და რაც თავი აქაურობა გაცოცხლდა, იმიტომ რომ უკან აქ რა იყო, ოღონდ ჩემ ბავშვობაში აქ იყო, აქ შობლები ნაღდათ არ გამომიშვებდნენ და არც ეს ბავშვს არ გაუშვებდნენ, აქ იყო ნარკომანების, სიბინძურის, ყველაფერი საშინელების ბუდე. ეხლა წარმოიდგინეთ, ეს ამ სიცოცხლის უკან აქ გაჩნდა სიცოცხლე, მთლიანად დიდი პარკი, მთლიანად გამწვანებული, ღამიანი თელი ღამე გაჩახჩახებული, განათებული და მე იქით გადადიხარ მეორე მხარეს და იქით უკვე რიყის პარკია. ერთ სიტყვით, თბილისის ცენტრში გაჩნდა ცენტრალური პარკები. ადრე როგორ იყო პარკები, ხო, საბჭოთა კავშირში. რომ ერქვა კულტურის და დასვენების პარკი. ესე პარკი რა იყო, რომ პარკი უნდა ყოფილიყო სადღაც შორს, აი ვაკის პარკი მაშინ აშენდა ქალაქგარეთ. სადღაც კუსტპაზე, ვაკის პარკში, კიდე სადღაც გადაკარგულში და იქ უნდა ადამიანები უნდა მისულიყვნენ 1000-ში ერთხელ, რომ დასვენებულიყვნენ და დაუბრუნებულიყვნენ თავის სოციალისტურ შრომას. მაგრამ ევროპაში პარკები არის ქალაქის ცენტრში. რაც ჩვენ არასდროს პრინციპში თბილისში არ ქონდა, აი ეხლა გაკეთდა. აქაც რიყეც, სხვა დანარჩენები, სხვა ქალაქებში საქართველოში ერთ სიტყვით, ყველა მიმართულებით ხდება ადამიანებისთვის საცხოვრებელი ნორმალური ქალაქი. ეს მინდოდა მეთქვა. სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში ექსპოზიციის გახსნის შემდეგ პრეზიდენტი ცისფერ გალერეაში გადავიდა. განახლებული გალერეაც სწორედ მიხეილ სააკაშვილმა გახსნა და ეროვნულ მემკვიდრეობაზე ისაუბრა. მოგესალმებით ყველას. მინდა პირველ რიგში მიულოცო კულტურის მინისტრს, ასევე ჩვენი მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელს. ეს მნიშვნელოვანი დღე. ჩვენ დაუბრუნეთ ყველამ ერთად ერთობლივი მოქმედებებით უпростоრად პირველად შევქმნით დიდი სამუზეუმო ცენტრი საქართველოს ისტორიაში. მე ამ რამდენიმე დღის წინ შევხვდი მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ პოლიტიკოს და ერთ-ერთი რაც მან მითხრა, ბევრი ველაპარაკეთ, მაგრამ იყო რომ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ 2 წლის განმავლობაში საქართველოს რომელმაც გადაიტანა დამანგრეველი შემოტევა. ქვეყანა რომელიც ამსეთ უბედურებაში მოხვდა, ასეთ უსკულში ჩავარდა, რომლიდანაც უკან არ ამოდია. ყოველ შემთხვევაში აქამდე პრაქტიკულად არავინ არ ამოსულა მით უმეტეს 2 წელიწადში. ასეთმა ქვეყანამ მოახერხა რადიკალური შემობრუტრიალება, რადიკალური გაუმჯობესება და სულ რაღაც მცირე დროში ისევ სანიმუშო სწრაფად განვითარებად სახელმწიფოდ ქცევა. და მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ეს ასეა, არის არაუბრალოდ ის, რომ ჩვენ თავარი რაც არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხი არის ძალიან მონდომებული, ძალიან შეუპოვარი, ძალიან შემართული. ის რომ პრინციპში რაც შეგვიძლია მთავრობა ცდილობს, რომ საქმე გააკეთოს. მე ვფიქრობ, თავარი მიზეზი, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ისევე, რომ ჩვენი ხალხის შეუპოვრობა, ჩვენი ხალხის
გამბედაობა ჩვენი ხალხის შრომის უნარიანობა ეფუძნება ძალიან დიდ კულტურას და ძალიან დიდ ისტორიას. ჩვენ საქართველოში ბოლო წლებში ავაშენეთ მრავალი მუზეუმი. ეს მუზეუმი ძალიან სწრაფად გაკეთა, მახსოვს სიღნაღში ფიროსმანის მუზეუმი საერთოდ 3 თვეში ავაშენეთ, უბრალოდ ადგილობრივი ხარისხმოვნების მუზეუმი. მაგრამ თავარი ის კი არა რომ მუზეუმები ააშენო, თავარია კონდეს იქ გამოსაფენი ხელოვნება, საყოფაცხოვრებო კულტურის ნიმუშები, ხელნაწერები, შენი ისტორიული, არქეოლოგიური საგანძური. მე კარგად მახსოვს, ვიყავი 5 წლის, როცა პირველად მიმიყვანეს და მაჩვენეს სარდაფში ოქროს საგანძური, რომელიც ახლა ჯანაშიას მუზეუმში გადმოდის. მაგრამ იმის შემდეგ კიდე ახალი აღმოჩნდა. ბოლო წლებში იყო ძალიან ბევრი მონაპოვარი და დათოს პირად დამსახურება, რომ ეს მართლა წარმოუდგენელი არქეოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. აქ არის ბატონი იულონი და სხვა ჩვენი მნიშვნელოვანი არქეოლოგები, რომელიც ამაზე მუშაობდნენ. და ისე იყო, რომ 90-იან წლებში ყველაფერი იფლანგებოდა, იძარცვებოდა. და ახლა იყო ჟამი ქვების გაბნევის და არის ჟამი ქვების შეგროვების. ახლა ჩვენ მოახერხეთ მათ შორის ბევრი მოპარული ნამუშევრების დაბრუნება. თქვენ გახსოვთ, რომ ამ 2 წლის წინ თბილისში რადიკალების მიერ მიტინგების ასაგორებლად და ეგრეთ წოდებული მუხტის შესაქმნად ერთ-ერთი თავარი საბაბი იყო, რომ სააკაშვილო მოიპარა ფიროსმანი მუზეუმიდან. მოიპარა, იღლიაში ამოიდო ღამე ბოროტი პრეზიდენტი შეძურა სადღაც უკან პყარებიდან მუზეუმში, იღლის ქვეშ ამოიდო და წაიღო და მოიპარა. მაგრამ სინამდვილე იყო ის, რომ თითქმის 200 ნამუშევარი ფიროსმანის 10 წლეულების განმავლობაში არავის არ უნახავს, იმიტომ რომ იყო საცაებში, იმიტომ რომ ჩვენ არ გქონდა მუზეუმი მისი გამოსაფენი. და აი ამას რასაც უყურებთ უკან სამ ფიროსმანს, ეს არის ფიროსმანები, რომლებიც ჩვენმა სამართალდაცვამ ორგანოებმა დააბრუნეს მოპარული, მართლა მოპარული წინა წლებში და დაუბრუნეს ქართულ ხალხს. და ეს პროცესი რა თქმა უნდა გაგრძელდება. როგორც ეს მუზეუმი იყო დამწვარი, ეს იყო სამოქალაქო ომის ერთ-ერთი მსხვერპლი. და მისი განახლება არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო იმისა, რომ საქართველოს აღარასდროს აღარ უნდა დაბრუნდეს არც სამოქალაქო ომის ორომტრიალში, არც რაიმე სახის არეულობებში, რამე სახის სამოქალაქო დაპირისპირებაში, აღარასდროს აღარ უნდა აცდეს თავის ცივილიზაციის, კულტურისა და დემოკრატიის განვითარების ისტორიულ გზას ამ გადაწყვეტ ეტაპზე ამ ყველაფრის განვითარების. მე მინდა თქვა, რომ ნიკარაგუას ინიციატივა იყო, რა თქმა უნდა, ამ მუზეუმის სერიოზულად გაკეთება. მინდა მადლობა უთხრა ასევე, რომ სახელმწიფოსთან ერთად კერძო სპონსორებმა იმუშავეს კერძოდ ასევე ჯანაშიას მუზეუმზე. ამ კერძო სპონსორებს მინდა დიდი მადლობა უთხრა, იმიტომ რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორის ასეთი თანამშრომლობით იბადება ძალიან კარგი მაგალითები ქვეყნის წინსვლის და ახალი კიდე სტიმული, რომ რაღაც ახალი შევქმნათ და გავაკეთოთ. აქ ხარ შეკრებილი საქართველოს სამეცნიერო, კულტურული, ზოგადად საზოგადოებრივი ელიტა, საქართველოს ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები და ტყუილა ვაკრიტიკებთ ამ სიტყვას ინტელიგენციას, არაფერი ცუდი ამ სიტყვაში არ არის, არის სიტყვა, რომელიც გამოსახატავს ეგრეს ინტელექტუალური ელიტის ხალხის, ვინც აზროვნებს და ქმნის რაღაცას ინტელექტუალურ სფეროში კრებით ცნებას და მე მინდა გთხოვოთ, რომ ყველა ერთად ვიმუშაოთ, რომ ჩვენი კულტურა კიდე მეტად წარმოაჩინოთ. ჩვენ სოფლიო რუკაზე დაბრუნება ვახერხებთ და ეს დაბრუნება ხდება არა სამხედროს რაღაცა ტანკებიდან, არმიებიდან, მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცის ხერფლი ვართ თუნდაც, არამედ იმის გამო, რომ პირველ რიგში ეს არის განსაკუთრებული ქვეყანა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული წვლილი შეტანის სოფლიო ცივილიზაციაში და აგრძელებს ამ წვლის შეტანას, აგრძელებს ახლის შექმნას თანამედროვე ეპოქაში. ჩვენ დღეს რასაც ჩვენ ვქმნით, ახალი ქალაქები, ახალი ხელოვნება თუნდაც მე გუშინ ვიყავი ბიენალეზე შვეიცარიაში, ვენეციაში და ვნახე საქართველოს და შვეიცარიას წარმოადგენენ ქართველი მხატვრები და ქართველი ხელოვნები. ეს ყველაფერი
დარჩება შემდგომ ეპოქებს. და ეს არის ის ასევე ჩვენი წვლილი სოფლიო ცივილიზაციაში. არ მინდა დავიკვეხრო, მაგრამ ბევრი პავილიონი ნახე გუში ვენეციაში და ჩვენები ნამდვილად ყველას ჯობდნენ. ყველანაირი კრიტერიუმით. ჩემი მოგზალებული არაპროფესიონალური გადმოსახედით და მანამ შეიძლება ეს უფრო სწორი გადმოსახედი. ეს იყო ახალი და საინტერესო. და ეს არის საქართველოს რასაც დღეს ქმნის, ეს არის ახალი და საინტერესო. იქნება ახალი, ძალიან ძველი, მაგრამ ამავე დროს ძალიან ახალი და ძალიან საინტერესო ქვეყანა. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც ამაზე იმუშავეთ. მადლობთ. აგვისტოს 5 დღის პრემიერა შედგა